ლაპარაკობთ დღეს მე და სიკო ჯანაშია იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური პროცესისთვის და რას ვფიქრობთ თავისუფლების მოედანი. რისი გაკეთება გვინდა ჩვენ, როგორც სხვა პარტიებთან და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე დამოუკიდებლად. ხომ და ძირითადად ხო საუბრობთ იმაზე, რომ ხშირად ადამიანები შეცდომით წარმოადგენენ ხოლმე ან განზრახ იმას, რომ თუ აი ამ არჩევნებად წოდებულ ფარში არ მონაწილეობ, მაშინ ესე იგი არაფერს არ აკეთებ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით პოლიტიკური პროცესის წარმართვა და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შექმნა შესაძლებელია იმის გარეშეც, რომ რაღაც სიყალბეში არ მიიღო მონაწილეობა და ამიტომ თავისუფლების მოედანი ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ რამდენიმე მიმართულებით ვიმუშაოთ. პირველი, რომ განავითაროთ პროტესტი და წინააღმდეგობა თბილისის გარეთ, სხვა ქალაქებშიც და როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სამოქალაქო ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ იმ პროცესებში, რაც სხვა ქალაქებში მიმდინარეობს და სხვა რეგიონებში ზოგადად. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, არის ის, რომ ხელი შეუწყოთ ალტერნატიული და მართლა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შექმნას, რომელიც აჩვენებს დიამეტრალურად განსხვავებულ ნამდვილ დემოკრატიულ და ინკლუზიურ პროცესს იმისგან განსხვავებით, რასაც ქართული ოცნება მოაწყობს და ასევე რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ გადაიხადოს უფრო მაღალი პოლიტიკური ფასი იმ დანაშაულისთვის, რასაც ის ჩადის თავისუფლების და მოქალაქეების წინააღმდეგ და მოხდეს კიდევ უფრო მისი მეტად იზოლაცია და დელეგიტიმაცია. ხო? ამიტომ რამდენიმე რამეა, რასაც უბრალოდ ჩამოვთვლი და მე სიკო გავარჩიოთ სათავოთ როგორ ჯობია, ხო? პირველი, უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია რეგიონებში პროაქტიული სიარული, ისე როგორც თბილისის და სხვადასხვა ადგილებში თბილისის, ისედაც თქვა სამი ძირითადი კერა პროტესტის არსებობს, ხო, რუსთაველზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ჩვენი რეგულარული უზენაეს სასამართლოსთან ხუთშაბათობით, მაგრამ კიდევ სხვაგან სხვა მოქალაქეებთანაც, რომლისთანაც უჭირთ შეიძლება რეგულარულად აქ მოსვლა, ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ასევე ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ალბათ ანგარიშვალდებულება, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშის ჩავაბაროთ პოლიტიკურმა პარტიებმა და უთხრათ რა გავაკეთეთ, რას გეგმავთ რეგულარულად, რომ იცოდნენ მათ კარგად და მარტო რაღაც ჩაკეტილ ოთახში არ საუბრობდეთ ხოლმე ამაზე და ამ მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების ფონდი, რომელიც ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრმა დავით ჯინჭარაძემ დააარსა და ალბათ უფრო აქტიური კამპანია გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ფონდში მეტი თანხები შევიდეს და მეტ ამ უსამართლოდ დაჯარიმებულ ადამიანს დავეხმაროთ. რაც შეეხება ალტერნატიულ პოლიტიკურ პროცესს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისაც ჩვენ დავარქვით ესეთი აგორები, ანუ აგორა იყო ადგილი, სადაც ძველი ბერძნები იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ ხოლმე, განიხილავდნენ და წყვეტდნენ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს, რომ ასეთი აგორები მოეწყოს საქართველოს რაც შეიძლება მეტ ქალაქში, რაც შეიძლება მეტ ადგილას, მაგრამ როგორც მინიმუმ ყველა თვითმმართველ ქალაქში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ესაუბრონ პოლიტიკოსებს და მათი მოსაზრებები მოისმინონ მნიშვნელოვან საკითხებზე და ამასთანავე ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ავირჩიოთ კიდევაც აი ამ აგორების წარმომადგენლები, რომლებიც იქნებიან ხმა და სახე ამ წინააღმდეგობის ამ ქალაქებში, რომელიც მიმდინარეობს, ხო? სახალხო პლებისციტის იდეა, რაზეც ასევე მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხარდაჭერა ხელმოწერით მოვაგროვოთ იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ იმის შემუშავება და შეთანხმება სხვა პარტნიორებთანაც, თუ რა უნდა მოხდეს მერე. ეს სულ აკლია ხოლმე წინააღმდეგობას, პროტესტს და ზოგადად პოლიტიკურ ცვლილებებსაც ქვეყანაში და მე ვფიქრობ ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, ძირითად რეფორმებზე მანამდეც უნდა მოვახერხოთ შეთანხმება და ალტერნატიული სასამართლო. სასამართლო მიტაცებულია ამ პარტიის მიერ და მე მგონია კარგი იქნება, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალურად როგორ წარმოგვიდგენია დამოუკიდებელი სასამართლო და განვიხილოთ ნამდვილი საკითხები, ნამდვილი თემები, ნამდვილი შემთხვევები აი ამ რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ბოიკოტისა და დაუმორჩილებლობის სხვა კამპანიები, მათ შორის ეკონომიკური ბოიკოტის მეთოდების მეტი გამოყენება, კიდევ უფრო გააქტიურება საერთაშორისო არენაზე. ერთი არის ეს სანქციების მიმართულებით, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ დაწესდეს სანქციი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფრო პროაქტიული დახმარება მოხდეს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის თავისუფლების ფონდის და რეპრესიები ორგ ახალი საიტი, რომელიც ჩვენ
გააკეთე და სადაც არის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც აი ამ უსამართლობის ჩადენაში მონაწილეობენ, ხო? ეს არის მოკლედ ჩამონათვალი იმ თემების, რაზეც გვინდა ჩვენ მუშაობა და სიკო, მოდი ხა გავარჩიოთ სათავთ როგორც გამოგვივა. ანუ პრინციპში ყველაფერი თქვი უკვე, მაგრამ შევეცდები რომ დავასაბუთო რატომ და ეს მიმართულებები უკეთესი. ერთი არის რომ ესე იგი პროტესტში მონაწილე ადამიანები ვერ ხედავენ რას აკეთებენ ორგანიზატორები ამ პროტესტის ან პოლიტიკური პარტიები და ეს ანგარიშვალდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისეთი შტაბ-ჭრება რჩება თქო ადამიანებს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ ფიზიკურად სადღაც იგრებებიან ადამიანები. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ აი მაგალითად ჯერ კიდე 6-7 თვის წინ, როცა დაიწყო ეს პროტესტი და დაიწყეს დაჯარიმება, მაშინ უკვე პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს მაგალითად კოორდინაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლებრივად დახმარებოდნენ ადამიანებს. ან ეს დიდი აქციების მოწყობაში არის ჩართული აქტივისტური მნიშვნელოვანი ჯგუფები და ასევე პარტიები. ანუ ეს მნიშვნელოვანია, რომ გახდეს რაღაცნაირი რუტინა, რომ ეს რაღაცა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები და აქტივისტური ჯგუფები ანგარიშს აბარებდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ რაღაცნაირად თავი მოაწონონ, არამედ იმისთვისაც, რომ ადამიანებს კონდეთ იმისი უკეთესი შეგრძნება, რა არის მიღწეული ამ პერიოდების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე კონცენტრირება იმ პრობლემებზე, რასაც გვიქმნის ქართული ოცნება, მაგრამ ჩვენი გამარჯვებები არ არის ხოლმე კარგად დაფასებული, ხო? აი მაგალითად ის რომ საერთაშორისო არენაზე ოცნების პროპაგანდას არ უსმენენ და იციან რეალურად რა ხდება საქართველოში, ეს არის მათ შორის ჩვენი და ყველა ამ ჩართული პირების მიღწევაც, ხო, რომ იმისთვის რომ რაღაცნაირად ჩვენ ვიცით ზუსტად რომ ქართული ოცნების ლობისტები მუშაობენ მაგალითად ვაშინგტონში და ცდილობენ რომ იქ რაღაცა ყალბი რეალობა დაუხატონ, რომ აქ თითქოს რაღაცა 50 კაცს მეტი არავის არ აწუხებს საქართველოში რა ხდება. მაშინ როცა მაგალითად კვლევები აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობა თვლის რომ კრიზისია და ეს ლეგიტიმაციის პრობლემები აქედანაც მოდის. ასევე ამ პროტესტის გაძლიერებაში არის რაღაც იდეები. ხო, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ კავშირი არის სუსტი სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტებს შორის და აი ამათ შორის გაძლიერება არის მნიშვნელოვანი და ერთი არის რაც შენ თქვი რომ წასვლა ხო თქვათ სხვა ჯგუფები სხვა ადგილზე მაგალითად თბილისიდან წასვლა სხვა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი პროტესტის გასაძლიერებლად, მაგრამ ასევე არის სხვა იდეებიც, მაგალითად როგორ შეიძლება მოხდეს ურთიერთჩართვების გაკეთება, ისე რომ თბილისის ხმა ისმოდეს რეგიონებში და რეგიონების ხმა ისმოდეს თბილისში, ანუ პირდაპირი ხაზიც არსებობდეს, რომ აი მაგალითად ის რასაც ყვებიან სხვა ქალაქში იყოს თბილისის პროტესტისთვისაც ახლობელი და გასაგები, იმიტომ რომ აი ხა ამასიანად ჩვენ ვისმენდით ზუგდიდელი აქტივისტის მონაყოლს რა ხდება ზუგდიდში და ბევრი მსმენელისთვის ეს იყო სიახლე, ხო? აი იმის გააზრება რამდენად განსხვავდება მაგალითად ზუგდიდის და თბილისის პროტესტი არის, აი ამის გაგება, გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა რაც შეეხება ამ ალტერნატიულ საკრებულოს, ხო, ეს წარმოიდგინეთ აგორა, ანუ რეალურად რას უნდა აკეთებდეს საკრებულო და ალტერნატიული სასამართლო, ესენი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი მხრივ აჩვენებს როგორი არის დემოკრატიულ სამყაროში, ანუ დემოკრატიულ საქართველოში როგორი იქნება თვითმმართველობა, როგორი იქნება სამართლიანი სასამართლო და მეორე მხრივ არის რეალურად განხორციელება იმ უფლებების, რაც ყველა მოქალაქეს აქვს. ან ჩვენ გვაქვს უფლება კონსტიტუციით, რომ ესე იგი ჩვენ ვიყოთ ჩართული საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპზე, ხო? პოლიტიკის განსაზღვრაშიც, განხორციელებაშიც, მონიტორინგში და ასე შემდეგ და ეხლა ადგილობრივი არჩევნები რახან მოდის, ამიტომ არის ხო ეხლა მნიშვნელოვანია ეს თემაც, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვაქვს უკვე რეალური შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ ჩვენ წარმომადგენლები და ამ წარმომადგენლების ხელით განახორციელოთ ისეთ პროგრამები ადგილობრივ დონეზე, რაც ჩვენი საჭიროებების შესაბამისია. და არც იმისი შესაძლებლობა გვაქვს, რომ აი მაგალითად რაღაცა
ძალმომრეობის გარეშე ჩავატაროთ შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიები და ასე შემდეგ. ხო, დემოკრატიული პროცესი არ არსებობს, არის მთავრობა, რომელიც იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიები აწარმოოს, ან იყენებს სახელმწიფო ფულს და არის ოპოზიცია, რომელსაც ეკრძალება რეალურად ხალხთან ინტერაქცია, რომ შეშინებულია სხვა, არ მოდის და ასე შემდეგ. ამასთან ერთად ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებთ იმასაც, რომ კონკურენცია აღარ არის სხვა პარტიებს შორის, არის ახლა იძულებითი გაერთიანება ოპოზიციის ხელისუფლების წინააღმდეგ. ან ოპოზიციის შიგნით კიდე რა განსხვავებები ამასაც ვეღარ ხედავენ მოქალაქეები. ამიტომ ამ ალტერნატიული აგორების და არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ესეც უნდა იყოს, რომ საზოგადოებას შეეძლოს, რომ იურთიერთოს ოპოზიციის შიგნით არსებულ მრავალფეროვნებასთან და გამოარკვიოს ის უფრო საინტერესო პროგრამებია. გაიცნოს კიდეც არა ახალი ხალხი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ასე ხედავთ ახლა ოპოზიციის მხარეს არის ბევრად მეტი გახსნილობა და დემოკრატიულობა. ანუ შენ რომ ახლა დაელაპარაკო ქართული ოცნების წევრს, არ ვიცი, ამაში ქართული ოცნების დაახლოებული პირი უნდა იყო რა, თორე ახლოსაც ვერ მიხვალ. თორე დაცვა ყავს, ხო, ჩაყენებული რაღაც შეშ ბარიერებით ველაპარაკებიან და ასე შემდეგ და ოპოზიციას ეხლა კი აქვს ამის შესაძლებლობა და ან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ რუსთავზე მოვიდეს თუ ციხეში არის ოპოზიციის ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ მივიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ ორგანიზებული ფორმა არ აქვს ამას. ამიტომ თვითონ აი ალტერნატიული ის რო წარმოიდგინოთ, ხო, საკრებულოს და მერების არჩევნები ხო, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ისე მოხდეს, როგორც გვინდა, რომ მოხდეს ხოლმე მომავალში. რომ მაგალითად იყოს საჯარო დებატები, რაღაცა კითხვების დასმის შესაძლებლობა იყოს, პროგრამების განხილვა იყოს, მერე დაკვირვების შესაძლებლობა იყოს, არჩევნების დროს, როცა ვირჩევთ, გაღავდა თუ არ გაღავდა. ანუ ჩვენთან მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გონია, რომ გაღავების გარეშე შეუძლებელი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, რაც არ გვინახავს, საერთოდ თუ გვინახავს, როდისმე გაღავების გარეშე ჩატარებული არჩევნები და პრინციპში ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი როგორც ალტერნატიული პროცესი იმის პარალელურად, რაც აქვს დაგეგმილი ქართულ ოცნებას. ანუ ქართული ოცნება აჩვენებს საზოგადოებას, როგორი ავტორიტარულ პირობებში ჩატარებული არჩევნები და მერე ურთიერთობა, მსჯელობა, რაღაცა ადგილობრივ პრობლემებზე გადაწყვეტებს და ჩვენ ვაჩვენებთ როგორი არის დემოკრატია და ანუ რას ნიშნავს იყო ევროპული საზოგადოება. და მსგავსი რაღაცა გვინდა რომ გავაკეთოთ იმაში ხო სასამართლოში. ანუ სასამართლოში როცა ალტერნატიულ სასამართლოს ვლაპარაკობთ, ეს არის შოუ, ხო? ეს არის რეალური სასამართლო, რომელსაც შეუძლია რეალური დავები გადაწყვეტოს, იმიტომ რომ სულ არ არის აკრძალული ქართული კანონმდებლობით, რომ ადამიანებმა მედიაცია რაღაცა მორიგდნენ ერთმანეთში. და მით უმეტეს არ არის აკრძალული, როცა მომრიგებელი მოსამართლეა და რა ვიცი ადვოკატი როცა ყავს და რაღაცა შეგიძლია ეს სასამართლოს პირობებში თქვა საჯულეებსაც გაუზიარო და საჯულებმაც გადაგიწყვეტონ, მაგრამ მეორე რაც შეიძლება გაკეთდეს, ანუ ერთი არის ეგეთ პროცესი, ხო, როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან დააქვს, მათ შეგვიძლია შევთავაზოთ ნამდვილი სასამართლო და არა ის რაღაც ყალბი სასამართლო, სადაც სამოქალაქო დავებს საერთოდ წლები ელოდები, რომ გადაიჭრას და მეორე არის რომ კარგი იქნება რომ პარალელური სასამართლოები გაკეთდეს იმ ცნობილ кейსებზე, ხო, ანუ იმ ცნობილ საქმეებზე, სადაც ხედავთ უსამართლობას და ნახოთ სინამდვილეში სამართლიანი სასამართლო, არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ სამართლიანი პროკურორი როგორ მოიქცეო და ბრალდებელი როგორ წარადგენდა იმას, მე დაეთანხმებოდა თუ არა ნამდვილი პროფესიონალი მოსამართლე მის ბრალდებებს და რას იზავდნენ ადვოკატები მათ შორის ხო, აი რო წარმოვიდგინოთ ახლა ვთქვათ რომელიმე პოლიტპატიმრის პროცესი რო აი პარალელურად რო გავყვეთ ხო და ნახოთ რა შედეგი დადგებოდა და დარწმუნებული ვარ სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც მოსამართლე იმას მსმენელს არ გააგდებდა ახლა დემოკრატიულ იმაში პროცესში ან კამერის გადაღებას არ აუგრძელოდა ხო თუ მართლა სამართლიანად მიდის და კიდე ერთი გზა, კიდე ერთი რასაც შეიძლება მოემსახუროს ეს სასამართლო არის ის რომ ჩვენ ნახოთ მომავალში რა იქნება, როცა სამართლიანი სასამართლო გაასამართლებს მათ შორის ამ ხელისუფლების წევრებს იმისთვის, რაც დამართეს ქართულ ერს, ხო? მაგალითად, რა ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იქნება ადამიანი, ვინც
თქვა, პოლიციის მაღალჩინოსნებს გაასამართლებდა, ან იმისთვის, რაც რუსთავზე მოაწყეს, რასაც ასობით ნაცემი ადამიანი, ანუ ყავს ხო შედეგად და ან კორუფციის საქმეებზე რა მოხდებოდა და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება პლებისციტს, ხო, მან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია ხელახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსავლად, ხო? პრინციპში სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ ზდანებდეს ერთი მხარე ან მეორე მხარე ეს კრიზისიდან არ გამოგვიყვანს, უბრალოდ ახალი ტიპის კრიზისში გადაგვიყვანს, სადაც ან ჩვენ შევეგუებით დიქტატურას და ან მეორე მხარე გაქრება უბრალოდ და რაღაცა ისევ იმ წრეზე წავალთ, როცა მართული პარტიები ქრებიან და მე ახლიდან იწყება პოლიტიკური ცხოვრება სრულიად ნულიდან და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს პლებისციტისთვის მომზადება ან ხელმოწერების შეგროვება გაკეთეს იმისთვისაც, რომ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ეს თავისი სურვილი გამოხატონ საჯაროდ, ხო და ჩვენც გავიგოთ რა რაოდენობის ხალხია სიამბლეში, ვინც ხარს უჭერს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერგეთი, ხო, დემოკრატიული, უბრალოდ ნების გამოხატვის და ხო, მაგრამ ასევე ჩვენ ახლა მუშაობთ სხვა შესაძლო პოლიტიკის ინიციატივებზე, რაც აუცილებლად უნდა მოყვეს მერე, ხო, გარდამავალ პერიოდს, იმიტომ ჩვენ ვიცით დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად წავა ან ჩამოშორდება ხელისუფლებას ქართული ოცნება, მაგრამ მერე რა იქნება, ხო, მაგალითად სასამართლოები იქნება თუ არ იქნება, პოლიციის ფუნქციები როგორ უნდა შეიცვალოს, ან როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუშლის არა ვიცი თვითნებობას, ხო, მაგალითად მოსამართლეების თვითნებობას ან რა ვიცი პოლიტიკოსების თუ რაღაცა სუსის და ასე შემდეგ. ან რა უნდა მოხდეს იმ ხალხთან მიმართებაში, ვინც ვიცით, რომ თანამშრომლობდა მაგალითად უცხო ქვეყნების, მტრული ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ან წარსულში თანამშრომლობდა და ასე შემდეგ. ამიტომ ხო ეს წინასწარ ამისი შემუშავება და თქვა, ასევე არის ალტერნატივის ჩვენება საზოგადოების, ხო, რა გვაქვს დღეს და რა შეიძლება და ქონოდა იმ შემთხვევაში თუ სწრაფად შევცვლით ხელისუფლებას, ხო? რაზე ვამბობ თუ არს რეალურად ეს უნდა აუცილებლად ვაჩვენოთ და რაც შეეხება ბოიკოტებს და დამამორჩილებლობის კამპანიებს, ხო, რაღაც ჩანსახები არსებობს ახლა უკვე და ბოიკოტების და ეკონომიკური ზეგავლენის ორი გზა არსებობს, ხო? ახლა რაც ჩვენ გვიფიქრია, ერთი არის, როცა მოუწოდებ ხალხს, რომ რაღაცას უარი უთხრან და მეორე გზა არის, როცა მოუწოდებ ხალხს, რომ პირიქით, ვინც არის დემოკრატიის მომხრე, მათთან იურთიერთოს უფრო ხშირად, ხო? ჩვენ თუ ვიცით, რომ რაღაც კონკრეტული კომპანია აწარმოებს რაღაცა პროდუქტს და არის ასევე დემოკრატიის მომხრე, ხო, ანუ შეიძლება ჩვენ ეს გავაცნოთ ხალხს მათი პოზიცია იმისთვის, რომ წახალისებულიც იქნას ხალხის და ხო, ну, რაც შეეხება ამ რეპრესიების საიტს, გირჩევთ რომ ნახოთ რეპრესიები ორგარი, ხო, და იქ შეგიძლიათ რომ დააკვირდეთ როგორ ივსება ეს საიტი, იმიტომ რომ ბრალდებელი რამდენ სხვა საქმეზე ერთ-ერთი მოწმეები რას და როგორ ყვებიან არის მედიის მასალების კრებულიც და ეს დაგეხმარება და არა მხოლოდ იმაში, რომ გაერკვეთ ამ სიტუაციაში, თუ ძალიან რთულია, მე მუშაობ ამ საიტზე და უბრალოდ ძალიან რთულია იმისი გადახარშვა, რა რაოდენობის ხალხია ჩართული ამ მოსამართლობაში და თქვენთვისაც თუ რომელიღაც კონკრეტულ кейსზე გაქვთ ეჭვი, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს ან პროპაგანდა ისე არ გიყვებათ, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს არის კარგი რესურსი და ამ რესურსის განვითარებას ვფიქრობთ კიდე ხო იმისთვის, რომ საერთაშორისოთაც იყოს ცნობილი, ხო, ეს რაღაცა რეალურად რა მიმდინარეობს, რომ თქვა შეიძლება ეს თარგმნა მისი ამ რესურსების ინგლისურად და იმიტომ რომ ხშირად არის თქვა ჟურნალისტებს აინტერესებთ ხოლმე საერთაშორისო მედიას აინტერესებს რა ამბებია, რა ამბები მიმდინარეობს სასამართლოში, ვინ არის ეს ხალხი, ვინ ჩართულია, როგორი ხალხია ჩართული, რას ამბობენ და ასე შემდეგ.
ხო, პრინციპში ეს დიპლომატიაშიც გეხმარება, ხო, მე რომ რაღაცნაირად გააგებინო ჩვენ პარტნიორებს, ან დემოკრატიის მეგობრებს, რომ ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების გამოგონილი ამბავი რა, რასაც ჩვენ ახლა განვიცდით და რასაც უპირისპირდებით, ხო, ანუ რეალური ფაქტები არსებობს იმ რეპრესიების იმის მიღმა კიდე რასაც ვარაუდობთ და ვერ ამტკიცებთ, ხო, ახლა დღეს რაც ნახეთ ახლა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება, უბრალოდ ჩვენ ფარდისიგით რა ხდება, არ ვიცით და არის რეპრესიები, რომელიც ხილულია რა, ყველა შეუძლია დააკვირდეს და უბრალოდ რადგან კიდე ერთი არგუმენტი რატომ უნდა გაკეთდეს ესეც საიტი არის ის, რომ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ოცნება და სასამართლო ცდილობს რომ შეზღუდოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, ხო, გადაღება აკრძალეს სასამართლოში და ეს დოკუმენტირება დაგეხმარება ამაშიც, რომ რაღაცნაირად თვალი მიადევნო პროცესის დაწყებიდან ბოლომდე, აი მაგალითად ზოგ შემთხვევაში ზოგ პოლიტპატიმარს რამდენიმე მოსამართლე ყავს და ახლა რაღაც მომენტში ჩაერთვები გონია რომ აი ეს მოსამართლე ვინც გამოუტანა განაჩენი ის არის მხოლოდ მასზე პასუხისმგებელი. ეს საი მოსამართლე იყო მანამდე. ერთი რომელსაც რაღაც თავიდან იმსჯელა იმაზე დაწყებულიყო თუ არა საქმე, მეორე რომელსაც იმსჯელა დაეტოვებინა თუ არა პატიმრობაში გამოძიების პერიოდში, მესამე მე იცვლება მეოთხედ და ანუ ძალიან ბევრი საქმეა და იმისთვის რომ ხო, რატო არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესე იგი პროტესტი გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, ხო, რომელიც ერთი მხრივ აძლიერებს დემოკრატიას საქართველოში და მეორე მხრივ ასუსტებს ავტორიტარიზმს და ჩვენ აი ამ გადაკვეთებზე ფიქრობთ, ხო, ანუ ერთდროულადაც აძლიერებ და ასუსტებ რაღაც შემთხვევაში, მაგრამ არის მოქმედებები, რაც ფოკუსირებული არის კონკრეტულ საყრდენებზე, ხო, მაგალითად ფინანსური საყრდენი, ერთია სასამართლო, მეორეა მედიის, ანუ ამ რაღაც დეზინფორმაცია კიდე ცალკეა და ამაზე კიდე ჯერ ჩვენ იმაში არ გვაქვს პროგრამაში, მაგრამ ეს ხალხია კიდე ცალკე იქნება სამუშაო. კი. ცი რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა, ჩვენ ხა ვილაპარაკეთ ხო ორ რამეზე მინდა რომ მოვასწროთ საუბარი კიდე. ერთი ეს არის, ან ჩვენ ვილაპარაკეთ რას გავაკეთებთ პოლიტიკური პარტიები და ამაში ეს მეგონი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იქნება იმ კრიტიკაზე, რაც სამართლიანი იყო აქამდე, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ ქმნიან პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში, ხო? სულ ისმოდა ეს, რომ ხო, ამაში უდიდესი დანაშაული რა თქმა უნდა მიუძღვის ქართულ ოცნებას, რომელმაც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი ფორმალური ჩარჩოდან ამოაგდო საერთოდ და თქვა რომ აღარა აქვს არაფერს მნიშვნელობა არც არჩევნებს, არც სასამართლოს, არც სიმართლეს, არაფერს, რასაც მინდა იმას გავაკეთებ ნებისმიერ ფასად, ხო? მაგრამ აქეთ მხარესაც გასაგები იყო რომ შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებინა და მე მგონი აი ეს მოდელი რაც ჩვენ აღწერეთ, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ზუსტად ეგ, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი, რომელიც როგორც ძალიან კარგად გააძლიერებს დემოკრატებს და დაასუსტებს ავტოკრატებს, ხო? აბაშ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თვითონ მოქალაქეების ჩართულობაც, ხო? ანუ ჩვენ თქვათ შეიძლება მიწოდების მხარე ვართ და მაგრამ აი მოთხოვნის მხარე რაც არის, სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები, ამორჩევლები, მათაც მინდა მოუწოდო რომ ყველაფერი იმაში, რასაც ჩვენ დავიწყებთ, დაინტერესდნენ და მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დააზიანა პრინციპში დემოკრატია იმან, რომ მიიჩნეოდა, რომ აი პოლიტიკურ პარტიებთან თუ არა გაქვს ურთიერთობა, კაი ადამიანი ხარ ესე იგი. ხო, წევრობაშიც ეგრე იყო და სხვაგანაც. და ამიტომ ამას თავის მიზეზები ჰქონდა, მათ შორის ის, რომ თვითონ პოლიტიკური პარტიებიც ბევრ ამის არასწორად აკეთებდნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ეხლა, როდესაც პრაქტიკულად ოპოზიციური პარტიები დარჩნენ დაცვის ერთ-ერთი ბოლო ხაზია, ხო? ანუ ეს ზღუდეც თუ მოიშალა, იმის იქით იწყება სრულფასოვანი დიქტატურა და დამთავრდა. ხო, ამიტომ მოქალაქეების ჩართულობა და ინტერესი ამაში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ამ პოლიტიკის საკითხზე მინდა ცოტა რო ვისაუბროთ კიდევ, რა შეიცვლება ძალიან სწრაფად, ხო? მე მგონი აქ რამდენიმე ჯგუფი უნდა გამოვყოთ. ხო, აქვე ვიტყვი რომ თუ აქვთ კითხვები მსმენელებს, მაყურებლებს შეუძლიათ მოგწერონ, ზოგს თუ მოვასწრებთ, უპასუხებთ, თუ არა და მე ვუპასუხებთ მოგვიანებით კომენტარებში. მაგრამ ალბათ არის რამდენიმე ჯგუფი საკითხების, რომელიც ჩვენ შესაძლოა ძალიან გვინდოდეს ახლა ვიზურნოთ
ძალიან გრძელვადიან ამოცანებზე ქვეყანაში, მაგრამ უნდა ასევე გვესმოდეს, რომ ძალიან სწრაფად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები შესაძლებელი ამ ქვეყანაში და აი ამაზე რო ვისაუბროთ, ხო, რამდენიმე ჯგუფია, მან პრინციპში ერთი არის ეს სამართლიანობის საკითხი და სამართლის საკითხი, სასამართლოს საკითხი, ნაწილობრივ ამ კონტექსტშიც, ხო, ეს ალტერნატიული სასამართლოს მაგასაც ემსახურება, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, რაც აუცილებელია ძალიან სწრაფად. ახლა დღეს ეს ისეა მოწყობილი, რომ ადვილი იყოს მათზე ვიწრო ჯგუფის მიერ კონტროლის განხორციელება. ამიტომ ამათი რეფორმა, მათზე სამოქალაქო ზედამხედველობის გაძლიერება მე მნიშვნელოვანი მგონია და ერთგვარი დეკონცენტრაციაც. ეს არ უნდა მოხდეს ეფექტიანობის ვარდნის ხარჯზე, მაგრამ მათი დეკონცენტრაცია საჭიროა, ხო? თვითმმართველობა არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამისი რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, რომელიც რეალურად არ ქონია ქვეყანაში, ისე როგორც რეალური დემოკრატიაც პრინციპში არასდროს არ ქონია და თვითმმართველობაც არ გვექნებოდა, იმიტომ რომ დემოკრატია პრინციპში თვითმმართველობაზე დგას. საარჩევნო რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და საარჩევნო რეფორმა და საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია, ხო, პარტიული გავლენიდან გათავისუფლება ალბათ უფრო ზუსტი იქნება ეს, იმიტომ რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა, მთელი ეს სიპები, აიპები და შემდეგ პრინციპში არის პარტიული კადრების დასაქმების და პოლიტპარტიული კონტროლის მთავარი მექანიზმები და რაც მე მგონია რომ ეს არის პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადავდგათ რომ მეტნაკლებად სამართლიანი პირობები შეიქმნას ქვეყანაში და მერე შეგვეძლოს ნორმალურ კიდევ უფრო გრძელვადიან რამეზე ლაპარაკი. ხო, ანუ პრინციპში ეგ ძალიან კარგი ის არის შესავალია, ამასაც ვკითხულობდი, უბრალოდ მინდა რომ ზუსტად პირობებზე გამახსენდა ზვიად რატიანის თარგმნილი ლექსი არის, მისი ბერტოლდ ბრეხტის და აი რა შეიძლება კარგი იყოს რომ ვთქვათ, ესეთი ლექსია რა საჭიროა სიკეთე. და წავიკითხავ, ესეც შინაარსია. თავიდან პირველ ნაწილში არის დასმული კითხვა, რა საჭიროა რაღაც, ხო? რა საჭიროა სიკეთე თუ კეთილებს ადგილზე კლავენ, ან კლავენ იმათ, ვისაც სიკეთე გაუკეთეს, რა საჭიროა თავისუფლება თუ თავისუფალს მონებს შორის უწევს ცხოვრება, რა საჭიროა გონიერება თუ კი პური, რომლის გარეშე ვერ იცხოვრებ, მხოლოდ უგნურობით მოიპოვება. და მე არის პასუხი. ხო და აი პასუხში არის ეს ზუსტად შენასაც ამბობდი ახლა. არა უბრალოდ იყო კეთილი, არამედ შექმნა პირობები, როცა სიკეთე შესაძლებელია, ან უკეთესი, როცა სიკეთე უკვე ზედმეტია. არა უბრალოდ თვითონ იყო თავისუფალი, არამედ შექმნა პირობები, როცა ყველა თავისუფალია და როცა თავად სიყვარული თავისუფლების უკვე ზედმეტია. არა უბრალოდ იყო გონიერი, არამედ შექმნა პირობები, როცა უგნურობა წამგებიანია. ხო და აი ამ პირობების შექმნაზე არის სინამდვილეში მუშაობა საჭირო, სადაც სიკეთე შესაძლებელია, სადაც თავისუფლების სიყვარული უკვე ზედმეტია და სადაც უგნურობა არის წამგებიანი, ხო და ნუ აი პრინციპში აი მაგისთვის ვცდილობთ რომ ახლა რაღაცები შეცვლოთ. კი. ანუ ჩვენი მიდგომა ახლა არის როგორი, ხო, რომ რეალურად ეს არის ხედვა, რაც აქვს თავისუფლების მოედანზე, რისი გაკეთებაც გვინდა, გვაქვს ურთიერთობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რასაც შევძლებთ რომ ერთად გავაკეთოთ, მე მგონი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და სხვა საკითხები შეგვიძლია ყველა პარტიამ, ყველა ჯგუფმა ვაკეთოთ ისე როგორც საჭიროდ ჩავთვლით რა. პრინციპში ეს აღარ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ შენ რაც თქვი ის იქნებოდა კარგი დასასრული ამ პოდკასტის. იმედი არ გავაფუჩე. მაგრამ მე მგონი ეს ხო ჩვენ სხვა რაღაც ციტატს შეგვიძლია დავამთავროთ, იმიტომ რომ ხა 9 საათზე ისა ხო ბრიფინგია, სადაც შენ უკეთახსნე, რატომ უნდა მიაქციო ყურადღება. კი ბატონო. ხო, ეხლა ცოტა ხანში პარლამენტთან 9 საათზე გვექნება ერთობლივი ბრიფინგი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და იქ ვიტყვით კიდევ უახლოეს მომავალთან დაკავშირებით ასვაპირებთ და მოკლედ რაც თავარია ვაპირებთ იმას რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიყოთ ამ წინააღმდეგობის ერთგულები და ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ბოროტებასაც კი სამართლიანობით უპასუხებთ. დიდი მადლობა ყველას, მომავალ შეხვედრამდე.